შენ ხა არც თეოლოგიური განათლება ხდა არც არაფერი შენ აი მართლა გეუბნები რა ეს სერიოზული იმდენად ახლოს ახარ ხო აი ხა ჩემთან რასაც ლაპარაკობ რომ ეს არ შეიძლება რომ არანაირად შემთხვევითი იყოს რა უბრალოდ იყავი აბსოლუტურად სხვა ადამიანი და უცბად ბახ ერთ დღეს მოხდა და გახდი სხვა ადამიანი ხო ეგრე არ არის ხო და სინედრიოზე ლაპარაკობდით რა სხვათა შორის იქ იყო რა ერქვა იმას ქრისტეს სხეული რო დამარხა მე იოსებ არიმათიელი რა ვინც პრინციპში ეს ყველაფერი გაითავისა და ბოლომდე უერთგულა ქრისტეს რა და დანარჩენი სინედრიონში ერთი კაციც არ აღმოჩნდა ისეთი წარმოიდგინე ამ ხელა მღვდელმთავრებში რა პრინციპში ფარისევლები და იმითი იყვნენ გატენილები რომ კი სხვათა შორის ერთი ნიკოდემოსი იყო კიდე ისიც მიხვდა და აი როგორ მიხვდა რომ იესო ესაუბრება სხვათა შორის ეგ არის ჩემი საყვარელი თავი საერთოდ წმინდა წერილში იონის მესამე თავია და რა ვქნაო რომ სასუფეველი მოვიპოვა აინტერესებს და აი თუ მეორე არ დაიბადება ადამიანიო ვერ შევა სასუფეველში ანუ ეხა ნიკოდემოსი არის მაინც იმ ფარისევლური და საქმოსნული ლეგალისტური სისტემით მოწამლულია გონება და ბიჭო მეორე და როგორ დავიბადო ეხა დედის მუსლში თავიდან ხო არ შევალო უფალო თავიდან როგორ დავიბადები ანუ ისევ მიდის თვითონ რა უნდა ქნას იმაზე ანუ ისევ იმას ფიქრობს მე რა ვქნა და პირველი დაბადება როგორც არ იყო შენზე არც ეგრე არის მეორე დაბადება ესეც მოდის აი შენში მადლით რწმენის მეშვეობით და სხვათა შორის აი მაგ სისტემაში რა მღვდელმთავრების მოწამულ სისტემაში და ფარისევლების იყო ერთი ადამიანი აი ჩემი საყვარელი ადგილია ეგეც ლუკას ახარებაშია მიდის და ეუბნება რომ კეთილო მოძღვა რომ მდიდარი კაცი იყო რა ვქნაო რომ დავიმკვიდრო სასუფეველი და იესო ჩვენ გვახსოვს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს არ დაგვაუწყდეს კითხვის დროს რომ იესო თავის თავს უწოდებს კეთილს პირდაპირ და თან ამბობს რომ ღმერთია ხო მე და მამა ერთი ვარ და ასე შემდეგ ანუ შენო რატომ იწოდებო კეთილს ღმერთის გარდა კეთილი არავინ არ არისო და უცნაურია ხო მოიცა იესო ღმერთი ხარ კეთილს შენ თავს პირდაპირ რატო ეუბნები იმიტომ რომ იცის რომ კითხვის დამცველს არ ჯერა მისი ღმერთობის და ანუ აი რატომ იწოდებ შენ ხო არ მაგიარებ და მიდიო დაიცავი მცნებები და ჩამოვლის მცნებებს 10 მცნებიდან და მდიდარი კაცი ეუბნება რომ მე ამასო ვიცავ სიყრმიდან ეს რა თქმა უნდა ტყუილია იმიტომ რომ იმას ვერავინ ვერ დაიცავდა მაგრამ მას მართლა შეერა ამის გულწრფელად ცდილობდა კაიო ხა ერთი გაყლიაო მიდიო ხა გაყიდეო ყველაფერი და გამომყევიო ანუ უფალი იმიტომ ეუბნება პირველ რიგში რომ დაიცავი მცნებანი რომ მას ქრისტეს ღმერთობის რადგან არ წამს და თვითონ ცდილობს გადარჩენას მიდიაბა შენით გადარჩი ეუბნება მე უკვე ისეთ რაღაცას ეუბნება რომ რადგან მას ჯერ რომ მცნებებს იცავს ცრუდ რადგან არ შეერა უკვე ისეთ რაღაცას ეუბნება რაც იცის რომ ვერ იზამს მიდიაბა გაყიდე და ის ზუსტად იცის იესო რომ ყოვლისწლია ვერ იზამს და წავა დაღონებულ და მე იესო ამბობს რომ რატო უთხრა ეს რომ აი რასაც ვერ გააკეთებდა რომ იმას გაეგო რომ თვითონ თავის თავს ვერ იხსნიდა. ეს უნდა გაეგო რომ კითხვაც არასწორია რა ვქნა რომ გადავრჩები. კითხვა პასუხია აქ უკვე რომ შენ რაკენი რომ გადავრჩენილიყავი და ამას მე წმენით ვიღებ და მე ისო ამბობს რომ როგორ გაუჭირდება მდიდარ სასუფეველში შესვლა და ეს ყველას არასწორად 99% არ ესმის ეს რასნიშნავს. აგონიათ მატერიალურად მდიდარი. აბრაამ ისეთ მდიდარი იყო და ეხა სოლომონი წყალს დაუხროს ერთი ფასი იყო დავითი და აქ მატერიალურ სიმდიდრეზე არ არის. აქ ვისაც თავი მდიდარი გონია, საქმეებით მდიდარია, კაი ტიპი გონია და მოწაფეებს მიხვდნენ ამას და გაუკვირდათ. აბა, უფალო ვიღაც ხონდებაო და იესო მოთხრა ესეთი რაღაც. კაცისთვის შეუძლებელია და ღმერთისთვის არის შესაძლებელი პირდაპირ უთხრა გადარჩენის პრინციპი, რომ ბოლომდე ღმერთცენდე და გადარჩენილი ხარ. ასე რომ ეს იყო მთელი. ძალიან მაგარი ხარ და მე ხა იმიტომ გადავწყვიტე დღეს ამ გადაცემის გაკეთება და შენი მოყვანა რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის პირადად რა. აი ძალიან მნიშვნელოვანი, მეტი რო არ შეიძლება რა. და იმდენ საერთოს გზნობს შენთან და პრომითხარი რომ აი მაინც რაღაცა ისეთ რაღაცებზე უნდა რომ გთხოვე რომ მოდი მეთქი და ეგ თემა გავიაროთ. და შენ რომ მითხე რომ მაინც ისეთ რაღაცებზე უნდა ვილაპარაკო და არ მინდა რომ უხერხო მდგომარეობაში ჩაგაყენო და მეთქი მეც კი არ მიცნობ მეთქი რა არ მიცნობ მეთქი შენ მეთქი მაგას რომ მე მეთქო და
რა ვიცი, ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემა არის ყველასთვის რა, აი ყველასთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, აუ ვიცი, სასულიერო პირებისთვის და ძალიან ესე თქვა პრივილეგია არავის არ აქვს რა. ყველამ თავის პასუხისგებელია, კიდე ერთხელ ვიმეორებ რა და იცი რა, ამდენი იმის მიუხედავად, რომ აი ამხელა შეურაცხყოფები აიტანა, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, ვისაც უყვარდი და ისა და ეს, მაგრამ რო შევხედე, ხო, მეგონა რომ რაღაცნაირად სხვანაირად და რაღაც ცოტა უფრო ესე დაგრუზული და ესეთი შემოხვიდოდი, მაგრამ პირიქით შემოხვედი უფრო გახარებული, ანთებული და შენთვის არის ეს იმდენად დიდი საჩუქარი, ხო? რომ ესეთ სიტუაციაში აი ეს არის ყველაზე მაგარი რამე შეში რაც მიყვარს და რაც იმაშება რა ესე ვთქვა რა არის იცი რომ ის კი არ არის რომ აი დაითრგუნე რაღაცამ დაგთქრუნვა და დაუშვათ იქ შეურაცხყოფები გაყენეს და არა პირიქით შენ იცი რომ აი ეს პირველი რას თქვი რომ მე თუ მდევნიდნენ თქვენ ზაგიწყებენ დევნას რა